ქართული დელეგაციის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა ტყუილში თავად ეუთომაც ამხილა. საპარლამენტო ასამბლეის სპიკერი ტელეკომპანია იმედის კითხვის პასუხად ამბობს, რომ ეუთოს სტამბოლში საქართველოს შესახებ რეზოლუცია არ მიუღია და ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. საპარლამენტო ასამბლეას არ მიუღია არანაირი რეზოლუცია 18-19 ნოემბრის საშემოდგომო შეხვედრაზე სტამბოლში. მედიაში გავრცელებული ცნობა, რომ ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო სიცრუეა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები მხარს უჭერენ საქართველოში კონსტრუქციულ გამოსავალს ეუთოს ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად. ვიდრე ამას ეუთო იტყო და სტამბოლში ქართულმა დელეგაციამ თქვა. ქართველი კანონმდებლების შეფასებით რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი მხოლოდ საქართველოს იმიჯის დაზიანებით აღარ შემოიფარგლება და მსგავსი დეზინფორმაცია რეპუტაციულ ზიანს თავად საპარლამენტო ასამბლეასაც აყენებს. ამიტომ ქართული ოცნება ეუთოს მხრიდან ბოკუჩავას მხილებას მიესალმება. ეს ამბავი გახმაურდა თვითონ საპარლამენტო ასამბლეაზეც, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ თითქოს რეზოლუცია მიიღეს. ამან გამოიწვია ძალიან დიდი აღშფოთება მათ შორის წევრებში, იმიტომ რომ მიუღებელია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელიც საერთოდ არც არის ამ საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასეთი, ასე ვთქვათ, მავნებლური გზებით ახდენს საზოგადოების დეზინფორმირებას და ასევე პრინციპი შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელს უტეხს საპარლამენტო ასამბლეას. ეგრეთ წოდებული პოლიტიკური გაერთიანება პოლიტიკოსებიდან დივერსანტებად გადაიქცნენ და რისი ნათელი მაგალითი და მხილება იყო ის პასუხი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა და ამხილა ის სიცრუე, რასაც ნაციონალურ მოძრაობა და მათი მედიები ტირაჟირებენ. ეუთოს, ასე ვთქვათ, ლიდერშიპი მომხრეა მხოლოდ და მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან. გუშინდელი განცხადების შემდეგ თინა ბოკუჩავას განმარტებები აღარ გაუკეთებია. ქართულ ოცნებაში კი ნაციონალური მოძრაობის ჩვეულ პოლიტიკურ ხელწერაზე საუბრობენ და ნაციონალების ტყუილზე აგებული პოლიტიკა აღარ უყვართ. ეს იყო მორიგი უსუსური მცდელობა დეზინფორმაციის ტირაჟირებისა ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან. ამ შემთხვევაში ისინი შეეცადნენ, რომ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია და მათ მიერ მიღებული დოკუმენტი გაესაღებინათ როგორც ეუთოს რეზოლუცია, რაც არის ვიმეორებ სერიოზული დეზინფორმაცია და უბრალოდ სიყალბე ტყუილი, რომელსაც ამ შემთხვევაშიც მოკლე ფეხები აღმოაჩნდა. მათი მიზანია საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ. არავითარ რეზოლუცია მიღებული არ ყოფილა, ეს უბრალოდ კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტნიორმა პოლიტიკურმა გაერთიანება შეიკრიბა და ერთი დოკუმენტი გამოაცხეს, რომელიც არაერთხელ გაუკეთებიათ წარსულშიც. ეს ყველაფერი მიმართულია ისევ და ისევ ჩვენ დასაზიანებლად, როგორც მორიელის კუდი არ გასწორდება, ისე არ გასწორდება არც ერთ შემთხვევაში აგენტი, რომელიც იმართება გარედან. ნაციონალურმა მოძრაობამ სტამბოლში ჩაწერილი თინა ბოკუჩავას მიმართვა გუშინ გაავრცელა, თუმცა ტყუილი ხანმოკლე აღმოჩნდა და მალევე გამოაშკარავდა.